მოდი გავყვეთ როგორ არის აწყობილი და მოწყობილი ნასკარი. შიგნით ძრავთან მერე ჩავიხედავთ, აი ეს გაგრილებისთვის ძრავი რო გაგრილდეს და კარბურატორიანი და იქ შევიდეს, აი აქედან შედის აერები. ესე, ანუ ეს აქვს გასაგრილებლად აქაურობის, როგორც ვენტილატორი, ისე, ანუ აქედანაც აქაც შემოდის რომ გაგრილდეს, ანუ მოხუჭების გაგრილება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, შიგნით რეალურად მანქანა არ არის. შიგნით არის აი ესეთი ჩონჩხი, კარკასი, აი ესეთაც შევიხედოთ რა. ანუ გარედან ხო ვითომ მანქანაა, შიგნით აი ესეთი კარკასია მთლიანად. შიგნით აი ეს ძალიან პრიმიტიულად არის მოწყობილი ზეთის არაგები, რაღაცა დენის ბლოკები. ძალიან პრიმიტიული ოღონდ, ძრავის როგორც გითხარით კარბურატორიანი, აი ესე გამოდის 8 ცილინდრიანი რა თქმა უნდა. ესე გამოდის ასევე ძალიან პრიმიტიულად კოლექტორები, სიგრილეში ჰაერი უulis რა, ესე არ არის შეფუთული იყოს. და ჩავიხედოთ მოდი შიგნითაც. შიგნით აი ესეთია ცეცხლმაქრის სისტემა. საინფორმაციო დაფა. ნუ სარკე უკანა ხედვის ეს სწორდება. ღილაკები ყველა ჩართვის გამორთვის. მოდი მეორე მხრიდან მოვაროთ. შემდეგ კაპოჩი ჩავიხედოთ. გვიმზადებენ ახლა მანქანას ეს პროცესია. ნუ საჰაეროები ესეთი ბევრი აქვს რა. ნუ შიგნით ხელსაწყოების დაფაზე სადაც დროსაც ხედავ და ძირითად რაღაცა ესეთი მარტივი შუქებით აქვს რაღაცა მოწყობილი. ძალიან პრიმიტიულია. ეს ნუ კომუნიკაციის შესაერთებელი, ვისაც მრბოლს აქვს კომუნიკაცია იქ დევს რაცია. შუაში რომელზეც არის მიერთებული. ეს ძალიან უბრალო სარკეები, ნუ საჭე სპორტული და დამცავი რბილი რაღაცა აქვს აკეთებული, ესეც სტანდარტით არის ეს მოთხოვნაში. სიჩქარეების კოლოფი ადრე იყო რომ უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი მანქანა ესე ერთობოდა, ეხლა უკვე სეკვენტალური კოლოფები არის, წინ და უკან გადაართვიზებდება, ანუ დროს მობილური შიგნით ყველაფერს ხედავს. ეხლა უკან რომ შევიდეთ, აგერ არის საწვავის აუზი. ეს დაკიდების სისტემა აქაც ისევე არის გაგრილებისთვის სპეციალურად მოწყობილი. აი ესეთი ძალიან პრიმიტიული სისტემები აქვს, საწვავის მიწოდების ნასოსები და თითქმის არაფერი არ ხდება, აი ეს მნიშვნელოვანი დეტალია. უკანა ხედის პოზიციისთვის, აი ესე არის გამაგრებული და აბსოლუტურად ცვლის სხვა ტრასაზე მანქანის მდგრადობას ამოხუჭების და მოხოვის შემთხვევაში. და აი აქედან უკიდანაც შევხედოთ, აი ესე არის კაფსულა შექმნილი რეალურად მრბოლის და ეს გარედან რაც ადევს, ესე უკანაც გავიხედოთ. გარედან რაც ადევს, ეს არის უბრალოდ ესეთი ბუტაფორია. ეს უკანა მაშუქების სტიკერია, მაშუქების საერთოდ არ არის. და ყველა არის აბსოლუტურად ერთნაირი. ანუ აქ მთელი ამბავი ის არის, რომ როგორ მოაწყობ თვლების ნახარს და სიხის წესს, ამორტიზატორების და ასე შემდეგ. ეხლა მოდი ძრავთან ჩავიხედოთ, აი აქ არის რადიატორი, ესე გაგრილებისთვის აქ ესეთი წინ დიდი ბუტაფორიული რაღაც და ეს ნაწილი აბსოლუტურად ცალკე ზრდება, ანუ აი აქედან აქამდე ეს მთლიანად შეიძლება მოაძრო და მიაყენო, არ ზიანდება ძრავი, აი ძალიან უკანა ძრავი. და ეს კონსტრუქციაც რა, წინ ისე აქვს, რომ ეს პირდაპირ მოაძრო, მიაყენებ რა. არ ზიანდეს თუ რამე ცენტრალური შასი. ესე არის ძრავი, ანუ ვერ ვაძრავები, როგორც წესი ესეთი კომპაქტურებია, 4 ცილინდრი აქეთ 4 იქით. აი ესე არის ჰაერის ფილტრი, ძალიან ზოლმოდურად. კარბურატორით და იმიტომ რომ ჰაერის მიწოდება კარგი ქონდეს, იმიტომ არის ესენი გაკეთებული. ეს იმაში ვაკუუმში ასე ვთქვათ, რა კი არის ეს ძალიან თხელი კაპოტი და უკან სივრცე აქ ამოჭრილი რა, მაგრამ ნუ მაინც ჭირდება აი ეს მრბოლის კაფსულა, ესეა შეკრული, ანუ ფეხები იქ არის მრბოლის სამხუჭე სითხე. აგერ სადაც მექანიზმები რაც მუშაობენ, ესეთი მარტივი მილებით არის შეკრული ბერკეტები.
აი ესე არის წინაცხვირი, ეს იძორება და ესე ყენდება ეს ძალიან წინაცხვირი. ულა ესეთი პრიმიტიული გაკეთებულია, ეს წინაფარების მიხატულია, რა თქმა უნდა, სტიკერია. აი ესე პრიმიტიულად არის გაკეთებული და ძრავი კარგად არის დაცული. ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი აქვს, ანუ ზეთი ცალკე აუზში გადადის და იქიდან შედის, რომ უტყვარად იმუშაოს, ბრუნები ძალიან დიდი არ აქვს. 6000 ბრუნზე მეტი არ არის, იმიტომ რომ ზრავმა დიდხანს გაძლოს და მაგიტომაც პრინციპში ძალიან დიდხანს ძლებს ეს მანქანები. ასე რომ წარმატებები ჩვენს ბიჭებს გაჯაია თავარსკრაზე გამოდიან მეორე ეტაპზე ვართ ახლა ვალელუნგაში, იტალიაში.